ანიმაციური ფილმების ფესტივალმა თოფუზი ამჯერად თელავის სამხატვრო სკოლაში გადმოინაცვლა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია ბავშვების აქტიური ჩართვა კულტურულ ცხოვრებაში. სამხატვრო სკოლაში თოფუზის მონაწილეებს ვორქშოპი ჩაუტარდათ. როგორც ფესტივალის დირექტორი ზურაბ დიასამიძე აცხადებს, ფესტივალი ყოველწლიურად ფართოვდება და ახალ ელემენტებს იძენს. წელს მეშვიდედ ტარდება თელავში ბავშვთა საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი თოფუზი. როგორც წესი, ფესტივალი სტარტს იღებს ხოლმე კახეთიდან და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წელსაც კახეთიდან დაიწყო თელავის თემის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა პირველ ასეთ საფესტივალო შეკრებას და დღეს თოფუზის დამფუძნებლები არიან თელავში და იმ სამხატვრო სკოლაში, სადაც დაფუძნდა ანიმაციური სტუდია ბავშვთა, უკვე დაიწყო ეს ასე ვთქვათ დროის ათვლა თოფუზი 2015-ისთვის. ფესტივალის ძირითადი მიზანი არის ბავშვების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენ ბავშვები მოყვავს კინოდარბაზებში და ამით კოლექტიური კინოჩვენებების კულტურის ამაღლებასთან მიმართებაშიც მუშაობ და ეს ბავშვები ხვეწებიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი ცხოვრებისათვის. ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ტარდება საქართველოში, ის ბათუმში იღებს სათავეებს და მერე მთელი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. ეს ფესტივალი როგორც ტარდება თქვენ ხედავთ თელავში, ჩვენ ჩავატარებთ აქ ვორქშოპებს, ბავშვები მოვლენ, ჩავატარებთ პატარა ეწიუდებს, ბურთის ხტომას, პატარ-პატარა ანიმაციებს და გაეცნობიან იმ პატარა-პატარა საიდუმლოებს და ვთვლი რომ გაუხარდებათ და მათთვისაც საინტერესო იქნება.